იარაღი გინდა ისო რევოლვერი მინდა კარგიო არაფერი არ გითხოვიაო და შევიდა უკანა ოთახში და გამომიტანა კოლოფი გაუხსნელი რამე და მომცა აი ეს არისო იარაღი ვეცი ახლა ამას გავხსენი ვის უნდა აწის შევარდაძე გავხსენი ამ შავ ქაღალდებში გახვეული იყო ეს შავი ვალტერი ცინცხარი აიღო ტელეფონი დაურეკა ვარლამ შადურს ვარლამ შენ გრიშას ისრობონიას იო როგორ არ ვისრობ პირველ მოადგილე იყო მედეს მე მას ვაჩუქე იარაღიო ვალტერიო მოვა ეხლა შენთანო და შენ გაუფორმე მაგასო შენახვისა და ტარების უფლებითო და ეს კი მომცა პატარა მაგრამ პატარა ვინ უყურებს ამ ყიზლარში მე მქონდა მამაჩემის დაჩუქარი მაუზერი ხის კაბურაში ტროცკისტების დროინდელი ეს თასმით ესე ჩამოგდევა ყავის პალტო ვიყიდე მაგარი ეს როგორც ისა ეს შექმები ჩავიცვალე და ეს ყავის კაბურაზე მე კიდე ეს ის კომისარი როგორც კომისარი მოდი რო ჩავედი კაჩუმეში მიდის და მიდის წერილები კრემლში რომ ვიღაცა საქართველოსთან გამოგზავნეს ხალხის დასახოცად იტყობენ რომ ეს რატო აქ ამას ნებართვა ამ იარაღის ტარების მე ხა გავუშვი უკაიქა რომ მე მაქვს ხალხის დახოცვის უფლება ხუთი კაცი და სულიმის ანგარიში იყო რამდენი კაცი მყავდა მოკლული რომ რამდენი მყავდა რესურსი მაგრამ ასეთი ვარიანტი მაგრამ მოსკოვში რომ გაგზავნიდნენ ამ წელს გადმოუგზავნიდნენ შევარდნაძე ატყობინებდა რომ მეტა რაზეშენა მე არავის არ შეუწუხები ვარ ამ შემთხვევაში მარტო რომ ჩამოვიდოდი აქ მაშინ მეუბნებოდა რომ აი რა წერილები იწერება